მეგობრებო, ესეც საერთო გაშლა უნდა გავიკეთოთ ხა თემაზე, რა მოსწონს რითი იზიდავთ საწინააღმდეგო სქესს. ეს იქნება თქვენი ფიზიკური მონაცემები, სულიერი, არ ვიცი, თქვენი სიკეთე, თქვენი ნახოთ რა. იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია კონკრეტულად ეს გაშლა არის ორივე სქესისთვის, ჩემი გაშლები თითქმის 99% თითქმის ყველა არის ორივე სქესისთვის და არასაშუალო სქესისთვის ვაკონკრეტებ და მადლობები თქვენი და გაზიარებები თქვენი კომენტარები აუცილებელია ყველა გაშლების მაყურებლებისთვის იმისთვის რომ მიიღოთ გამიზიარეთ თქვენი ემოციები, საიდან წერთ გამიზიარეთ და საერთოდ რა თემები გინდათ ხოლმე საერთო გაშლათ რომ განვიხილოთ, ამიწერეთ ხოლმე ესეც კომენტარებში. დავამატეთ ჩემი Instagram გვერდი ამ გაშლაში ჩავამატებ. მივაბი უბრალოდ იქ არ არის კონკრეტულად თემატიკა ტაროლოგიაზე და ტაროს გაშლები არ არის წინასწარ გეუბნებით, ის არის ჩემი პირადი Instagram გვერდი, რომელიც ძალიან აინტერესებდა ჩემ გამომწერებს და ძალიან ბევრი მწერდა პირადში თუ ისე რომ ენახათ და არ ვიცი რა ხან გაინტერესებთ ჩემი ცხოვრება და დეტალები, ისტორიები იქნება თუ ფოტოები იქნება, მივაბი ასე ვთქვათ TikTok-ს და მივაბავ ახლა ჩემი გვერდის ქუჩივე, სადაც არის Telegram-ი და პირადად გაშლებს ვაკეთებ Telegram-ზე, იცით უკვე ჩემმა გამომწერებმა, Instagram-ის ლინკსაც მივაბავ და შეგიძლიათ დატკბეთ ხოლმე ჩემი ყოველდღიურობით, ჩემი ფოტოები იქნება, სტორიები იქნება, რაც იქნება, ყველა ვარიანტში თავზეც დავაწერ ახლა Instagram-ის გვერდს. კიდევ ვიმეორებ, იქ არ არის ტაროს გაშლებზე, ის არის პირადი კონკრეტულად ჩემი გვერდი, ასე რომ თუ გაინტერესებთ და გინდათ რომ იყოთ ჩემი გამომწერი Instagram-ზეც, კი ბატონო, რადგან ესე ძალიან სიყვარულს და სითბოს იმეტებს და გაინტერესებთ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ დამემატებით და იქნებით ჩემი იქაც გამომწერი, ძალიან გამეხარდება. ასევე გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდიც. წავედით ახლა, გავიგოთ იმისთვის რომ გაარკვიოთ რამდენად თქვენია კონკრეტულად ეს გაშლა. ვინ ხართ თქვენ ამ წუთას? ცხრიან პენტაკლი. რესურსის ნაკლებობას არ განიცდით. პირველ რიგში ეს არის ფინანსური წარმატება, რაღაცა წარმატებას მიაღწევთ. არ ვიცი, შეიძლება ახალი აღებული გაქვთ, უბრალოდ პირდაპირ გაგებით ხელფასი და კმაყოფილებაში და ასე ვთქვათ, სამოთხეში იმყოფებით. აი რაც გინდოდათ წახვედით იშოპინგეთ, რაღაცა ჩარნაფიქრი გქონდათ, ჯინსი იყო, კეტი იყო, მანქანა იყო, ვის რა იყო, მოკლედ, აი ამ ფინანსურ, ასე ვთქვათ, სიამოვნებას განიცდით, მიღებული ფინანსებით განიცდით სიამოვნებას. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ის რომ დაწინაურებული ხართ ახლა ახალი და ფინანსიც მოგემატათ, ანუ ხელფასიც მოგემატათ შესაბამისად და აი ამ სიამტკბილობაში ხართ, ნახეთ როგორი გახარებულია გოგო ფინანსებით, წარმატებული ადამიანი ხართ ყველა ვარიანტში, თქვენი საქმიანობით, თქვენი ფინანსებით, რესურსული ხართ ძალიან და ძალიან გიყვართ საკუთარ თავში როგორც ჩადება, ასევე გამომუშავებაც ფინანსის და ასევე დახარჯვაც, ძალიან შეთავსებულია, ასე ვთქვათ, ფინანსის როგორც გამომუშავება, ასევე ხარჯვაც ძალიან ყაირათიანად თუ არა ყაირათიანად, მაგრამ გიყვართ ფინანსების ჟმოტი არ ხართ, ასე ვიტყოდი, ეს ჩემი სიტყვა არ ძუნწყობთ ფინანსებზე და კმაყოფილებაში ხართ ვიტყოდი, ფინანსური წარმატებული პიროვნება ხართ, შეგიძლიათ კარგად გამოიმუშაოთ და მიღებულითაც დატკბეთ. თუ ძალიან მაინდა-მაინც ჯიბე გამოფხეკილი ხართ, ეს კონკრეტულად ეს გაშლა სავარაუდოდ დიდი ალბათობით თქვენთვის არ იქნება. იმპერატრიცაო მიჩვენებენ, არა, ყველა ვარიანტში ეს არის ქალი, ქალებზე ვიტყვი და მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ, ეს არის ქალი, რომელმაც იცის თავის მოვლა, იცის პროცედურების გაკეთება, ეს იქნება, არ ვიცი, პილინგები, ეს იქნება მეზოთერაპია, თვალის აჭიმვა, წარბის აჭიმვა, არ ვიცი, რაღაცა მკერდის გადიდება, გიყვართ ეს პროცედურები, გიყვართ კარგი
კრემები, რაღაც თავის მოვლის საშუალებები, კარგი პარფიუმერია, იმპერატრიცა ძალიან კარგი სუნებით დადის, მის ოჯახში არის ყოველთვის ძალიან კარგი სადილის სუნი და საერთოდ ხელიდან გამოსდის ყველაფერი აბსოლუტურად იმპერატრიცას, ძალიან მოვლილია, ლამაზია, ღვთაება ქალი, 4-ვე დედოფალს მოიცავს იმპერატრიცას, ასე ვთქვათ. ქალი დედა, ქალი მეუღლე, ქალი ღმერთი შეიძლება ითქვას. მაგრამ აჩვენებენ, რომ არ ვიცი, საკუთარ თავს იტყუებთ და თავს აჩვენებთ ადამიანებს, რომ ბალანსში ხართ ემოციურში, თუ რაღაცა ტყუილის ვიღაცის მხრიდან იყო ტყუილი, ან ქურდობა თქვენთან მიმართებაში, არ ვიცი, თქვენი სახელის შელახვა, თქვენს უკან ზურგს უკან ჭორაობა, თქვენი ემოციების მოპარვა, დროის მოპარვა, მაინდა-მაინც ფულის მოპარვაზე არ არის აქ საუბარი. ყალბი რაღაც საქმედება და არა გულწრფელი მოღალატის კარტია 7-იან ხმალი, ეს არ არის გულწრფელი ადამიანი. აი ამ მდგომარეობაში არ ვიცი, თქვენ თავს რაღაცნაირად იტყუებთ, რომ ყველაფერი ლაგდება და ღმერთი ჩემთან არის და ეს არის მე-14 მაღალი არკანი, ანგელოზის კარტია, ბალანსის კარტია. ბალანსს ცდილობთ შეინარჩუნოთ. ან ვიღაცამ გიღალატათ, გაიქცა, მოგატყუათ, შეიძლება არაგულწრფელად მოგექცათ რაღაცნაირად, იქურდა თქვენი ენერგეტიკა, თქვენი გული მოიპარა, თქვენი რესურსი მოიპარა, როგორც ქალის გამოიკვება, ასე ვთქვათ, მისი საჭირო ვამპირივით სისხლი გამოგწვათ, მისი საჭირო ძალით და წავიდა თქვენი ცხოვრებიდან, რაღაცა ტყუილს ქონდა ადგილი. ან ორი ვითარება, ან თქვენ თავს იტყუებთ და იმშვიდებთ თქვენ თავს, რომ ყველაფერი კარგად არის და სინამდვილეში შორი ოცნებაო, პერსპექტივები ძალიან კარგია, რაზეც თქვენ ფიქრობთ კონკრეტულად, ყველას თქვენი გაქვთ და ამ ვიდეოში ბევრს აღარ ჩამოთვლი რაზე, ემოციებს ეხება თემა, რომ იცოდეთ ემოციურ ფონს. ვიღაცის წასვლასთან დაკავშირებით, ვიღაცის მოტყუებასთან დაკავშირებით, არ თქვენ მოატყუეთ და უღალატეთ, ან დიდი ალბათობით ეს ადამიანი გაიქცა კონკრეტულად და გამოაჩინა თავისი ტყუილი, თავისი ნამდვილი სახე უნიღბო, რომელსაც თქვენ თავს იმშვიდებთ და იტყუებთ, რომ ყველაფერი ბალანსშია, არაფერი ცუდი არ ხდება, თავს იტყუებთ როგორ, ვცდილობთ რომ დაიბალანსოთ ემოციური ფონი და ამ ყველაფრისგან, ასე ვთქვათ, ეს არის დასასრული ჩემი ცხოვრების ასე არ იყოთ. ძალიან გამიგრძელდა იდენტიფიკაცია, იმისთვის რომ მოვასწრო პირდაპირ უკვე თუ ხვდებით რომ თქვენზეა გაშლა, უყურეთ, თუ არა და ლაიკები არ დაგენანოთ, უყურეთ სხვა ვიდეოებს ჩემ გვერდზე გადადით. ესე იგი, რითი იზიდავთ საწინააღმდეგო სქესს, აი რა გაქვთ ისეთი, რაც ადამიანებს მოწონს. თქვენი წარმოჩენია ფული, შუთი, ეს არის ჯოკერი, 0 მაღალი არკანი, პირველი, რომელიც იწყებს მაღალ არკანებს და ხსნის, ასე ვთქვათ. თქვენი ჰოროსკოპი შეიძლება მერწყულს წარმოადგენდეს, ვინაიდან ეს კარტი არის მერწყულების, ან უბრალოდ ძალიან ლაღი და ბავშვური ხართ, ძალიან ზედმეტი ჩაციკლების და ზედმეტი პასუხისმგებლობების აღების გარეშე, ძალიან ხუმარა, ძალიან იოლი, მეგობრების მოსიყვარულე, ძალიან თბილი და ისეთი ადამიანიც, რომ წინ არ იხედება სად მიდის. ზოგჯერ შეიძლება ჩავარდეს კიდევაც ხევში თავისი დაუკვირვებლობით და გულალალობით, ასე ვიტყოდი, მაგრამ ისეთია, ძალიან ბავშვურია, ღია, ხუმარა, იუმორი უყვარს ოჯახური ფასეულობები და ემოციური ფონი, ოჯახისგან მიღებული ემოციური ფონი და ოჯახთან ერთად 7 და ასე ვთქვათ, ტკბილი საღამოების გატარება, ეს იქნება პირადი კონკრეტული თქვენი ოჯახი, თუ მეგობრების წრე, ისეთი ემოციური ადამიანი ხართ, რაც უყვართ ადამიანებს თქვენში, თქვენთან ერთად საღამოების, ფართების მოწყობა, ემოციურად რაღაცნაირად დადებითად მოხტავთ ადამიანებს. ქალი ხართ, ქალბატონი კიდევ ვიმეორებ, ძალიან რესურსული, ძალიან მოვლილი, ძალიან ღირებული და ეს ყველაფერი თქვენ ჩაცმულობაში, თქვენ მაკიაჟში, თქვენ თავდაჭერილობაში, თქვენ სიძვირფასეში გამოიხატება. ძალიან ძლიერი ხართ ემოციურად. მერვე მაღალი არკანით ეს არის ქალი ლომი, ქალი უძლიერესი, არ ვიცი, ყველანაირად ჩემ აი ამ გაშლას კონკრეტულად უყურებს ძალიან ძლიერი ადამიანი, ძალიან ძლიერი შინაგანი თვისებებით, მომთმენლობით, გადამლახველობით,
სიტყვითაც შეგიძლიათ ადამიანი მოალბოთ და მოიყვანოთ ისეთ ჭკუაზე, რომ აი ცხვარივით ესე ჩუმად დადგეს თქვენ გვერდზე. მაგი ხართ. შეიძლება კონკრეტულად მაგი ნამდვილად ხართ და ეზოთერიკის წარმომადგენელი. ყველაფერი თქვენ ხელშია.